საქართველოს პარლამენტის მუდმივი მოქმედი დელეგაციების 2024 წლის მუშაობის ანგარიშები წარადგინეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე. დეპუტატებმა მოისმინეს საპარლამენტაშორისო კავშირში, მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევრონესტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შედეგები. ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის ხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე. წინა კვირაში ამ კომიტეტის 3 წევრი, ქალბატონი მაია, ბატონი ლევანი და მე გავხდით ვენაში, სადაც მივიღეთ მონაწილეობა ზამთრის სესიაში. იყო ძალიან ბევრი ჩვენი ოპოზიციის მხრიდან და მათ შორის ვიტყვი რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთგვარად სტუმრის ერთ-ერთი ასე ვთქვათ დელეგატის სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ ვენაში, თუმცა მათ რა თქმა უნდა არ ჰქონდათ უფლება რომ დასწრებოდნენ სხდომებს ან მონაწილეობა მიიღოთ დებატებში, მაგრამ დერეფნებში ისინი ცდილობდნენ რომ ყველანაირად პრობლემები შეექმნათ საქართველოს დელეგაციისთვის, მათ შორის ცდილობდნენ რომ როგორმე ასე ვთქვათ არ ეღიარებინათ ჩვენი იქ ყოფნის ლეგიტიმაცია, თუმცა მინდა გითხრათ რომ მათ კოზი ნაცარს ჩაუვარდათ და ერთადერთი მოკავშირე ჭყალებში, რომელიც მათ ყავდათ იქ, იყო თქვენთვის და ყველასთვის კარგად ნაცნობი ბატონი ჯო ვილსონი, რომელიც დღეში 77 ტვიტს წერს სრულიად უაზრო სურეალისტურ ტვიტებს წერს საქართველოს შესახებ. ეს იყო და ეს შესაბამისად ბატონმა ვილსონმაც, რომელმაც ასევე სრულიად უაზრო განცხადებები აკეთა სხდომაზე, ჩვენგან მიიღო საკადრისი პასუხი და მათ შორის ბევრმა დელეგაციამ, ძალიან ბევრმა დელეგაციამ ასე ვთქვათ, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფნა ეუთოში და მათ შორის საპარლამენტო ასამბლეაზე არის აუცილებელი. საბჭოთა კავშირი რჩება მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად გლობალური გამოწვევების განსახილველად, მათი მოგვარების გზების განსასაზღვრად, ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე საპარლამენტო დიპლომატიის გასაზიარებლად. საბჭოთა კავშირში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გასამტკიცებლად და საერთაშორისო თანამშრომლობის განსავითარებლად. შესაბამისად, მომავალშიც გავაგრძელებთ საპარლამენტო კავშირში ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას. ყველა რეზოლუციაში და ყველა განცხადებაში, რომელიც კეთდებოდა ასამბლეის ან გენერალური სამდივნოს შეხვედრის დროს, კაფიოდ ვაფიქსირებდით, რომ მოხსენიებული ყოფილიყო მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და ეს ყოველჯერზე გაზიარებული იყო. აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის ფედერაციის დელეგაცია არ იღებს ამ მიმდინარე პერიოდში მონაწილეობას ასამბლეის სხვადასხვა ღონისძიებების მუშაობაში, მაგრამ როდესაც ჩვენ რეზოლუციაში ჩავაწერინეთ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან ერთად აღნიშნული ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი, ეს გენერალურმა ასამბლეამ გაიზიარა, რეზოლუციაში ეს საკითხი ასახული იყო, თუმცა ამას მოყვა გარკვეული რეაქცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება და რეზოლუცია მიღებული იქნა იმ წესით, რა რედაქციითაც სწორედ ჩვენ მოვითხოვეთ ამის, ასე ვთქვათ, შეყვანა.